გაგაჩინე, თუმცა შენ ახალი სიცოცხლე მაჩუქე. მე შენი წყალობით მეორედ დავიბადე. შენ უკვე არსებობ და შენ შესანიშნავი ხარ. იმაზე ბევრად კარგი ხარ, ვიდრე ყველაზე თამამოცნებაში წარმოვიდგენდი. ვის გავხარ? შენ თავს გავხარ და ეს მახარებს. შენ სხვა ცალკე პიროვნება ხარ. ლამაზი თმა გაქვს და თვალებით ბედნიერებას ასხივებ. კეთილი და მხიარული ხარ. საზრიანიც ხარ. შენი პაწაწინა გული სიყვარულისთვის არის ღია. მე მუდამ გვერდში გეყოლები, როცა დაგჭირდები და ერთად ყველაფერს შევძლებთ. ახლა შენი ჯერია. იმედი მაქვს ყველაფერი გამოგივა. მიყვარხარ უმიზეზოდ და დაუსრულებელი სიყვარულით. მოგესალმებით ყველა ჩემს არხზე, იმედი მაქვს რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და ამიერიდან უკვე მრავალშვილიანი დედის სტატუსით. არც კი მჯერა რომ უკვე 3 შვილი მყავს და მრავალშვილიანი ოჯახი გავხდით. მოკლედ გაბრიელი დაიბადა 29 აგვისტოს. არ ვიცი ჩემო გინეკოლოგმა საიდან დაადგინა რომ მქონდა იმის საშიშროება ნაადრევი მშობიარობის 36 კვირაზე უკვე სამშობიაროდ დამაყენა და ბოლოს გაბრიელი დაიბადა 41 კვირასა და 5 დღეზე. თითქმის 42 კვირის. რაც მთავარია, ყველაფერი კარგად არის, ჩვეულ რიტმს ვუბრუნდებით ნელ-ნელა და დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ვიდეოსგან რაიმე გამოვა და შევძლებ რაიმეს გადაღებას. ახლა მინდა რომ მოვამზადო საუზმე, მოვამზადებ თქვენთან ერთად და გაატარეთ დღეც ჩემთან ერთად. დღეს გამოვაცხობ პურს გამოვაცხობ ამ ფქვილისგან, არის უმარტივესი მოსამზადებელი და გამოდის უგემრიელესი პური. დღეს გამოვაცხობ მარცვლოვან პურს, დავუმატებ მხოლოდ წყალს და 1 საათის შემდეგ გამოვაცხობ. მოკლედ არის უგემრიელესი და უმარტივესი. ამ ფქვილით მზადდება 2 მოზრდილი პური, მე დღეს გამოვაცხობ პატარა ფუნთუშებს, აქვე არის მითითებული რეცეპტი, 500 გრამ ფქვილზე ემატება 350 გრამი თბილი წყალი, მე გამოვაცხობ მთლიან 1 კილოს და გავაკეთებ პატარ-პატარა ფუნთუშებს. ახლა არის დილის 9 საათი, თუ პატარა დამაცდის რა თქმა უნდა 10 საათზე უკვე პურს გამოვაცხობ. ძალიან გვიანი საუზმე გამოდის, მაგრამ ბავშვებმა ისაუზმეს უკვე ალბათ თუ არ ვცდები ორჯერ, რადგან გოჩა 5 საათზე ადგა დღეს და ნიცა 6 საათზე. ასე რომ თავიანთ თავებს მიხედეს უკვე. ასე გამოიყურება ჩვენი ცომი. ზემოდან გადავაფარებ და დავდებ 1 საათით.
ამ დროს გაიღვიძა პატარამ, გამოვუცვალე და ვნახე, რომ ჭიპლარიდან სისხლი ჰქონდა წამოსული, ამიტომ სასწრაფოდ გადავიყვანეთ საავადმყოფოში. გერმანიაში ცოტა სხვანაირად ხდება, მანამ სანამ ჭიპლარი არ მოსწრება ბავშვს, ბანაობა არ შეიძლება და ჭიპლარი უნდა გახმეს თავისით მოსწრეს. ჭიპლარი ჯერ აქვს და სისხლი რომ დავინახე, ცოტა შემეშინდა, ამიტომ მაინც ყოველი შემთხვევისთვის გადავიყვანეთ საავადმყოფოში, ღვთისწყალობით ყველაფერი კარგად იყო და გაგვსინჯეს, დამამშვიდეს და უკან გამოგვეშვეს. პირველის ნახევარია და ვაგრძელებ პურის გამოცხობას, ასე ამოფუვდა ცომი. ახლა დავყოფ ნაწილებად. შემდეგ დავდებ გამოსაცხობ ფორმაზე და დაველოდები კიდევ 20 წუთი, 30 წუთი, რომ ცოტა კიდევ ამოფუვდეს და შემდეგ გამოვაცხობ. ესეც ჩემი ფუნთუშები, გამოვიდა სულ 13 ცალი. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რგოლები გამოცხობის დროს არ შეიკრობა და გამოჩნდება. გადავწყვიტე, რომ რამოდენიმეზე ზესუმზირა მოვაყარო, ამისათვის ჯერ წავუსმევ ზემოდან წყალს და შემდეგ მოვაყრებ ზესუმზირას. ჩვენი გვიანი საუზმის შემდეგ დავიწყეთ დალაგება, სანამ მე საქმეებს ვაკეთებდი. ბავშვებს ყავდათ პატარა გაბრიელი, მოკლედ ყოველდღიურად კლავენ ერთმანეთს, ვის უფრო დიდხანს ეყოლება, ვინ უფრო მეტს მოუვლის, ვისთან ერთად უფრო მეტი ითამაშა და
ასე შემდეგ. ეს პატარა ბავშვი კიდე ან სძინავს, ან ჭამს, ან ტირის. სხვა საქმე არ აქვს, ხოლო ამათ სულ პატარასთან თამაში უნდათ. მოკლედ გამიგიჟეს პატარა ბავშვი და ახლა მე ვალაგებ ჩემს საძინებელს და ნიცა მეხმარება ჯერჯერობით პატარა ჰყავს, შემდეგ გამტვერს ასრუტებს, ხოლო გოჩა აიღებს მტვერს და სხვა დანარჩენს. დღეს გოჩას არ ჰყავს პატარა ხელში, რადგან ცოტა ყელი აწუხებს და არ ვიცი გაცივდა თუ ვირუსი აქვს, ამიტომ ერიდება თვითონაც პატარას. Day breaks and I'm burned by the morning light. I make the same mistake more than twice. Same song, but brand new dance. I wear out my third second chance. You take my breath and I can't get it back. Might be time for me to face the facts. The best me is with you, but I know I got a lot to prove. They think we're too damaged to fix, but we're just working through a little rust. They like to say we're just young, but I know we won't give this up. Sometimes I lose my mind, and some days it's hard to find the reason why you stay by my side.